ყოველთვის ჩვენ უნდა ჩავხედოთ ხოლმე სახელმწიფო ბიუჯეტს, იმისთვის რომ გავიგოთ როგორია ეს სახელმწიფო. ყველაზე დიდი დანახარჯი საქართველოს პირველ რესპუბლიკას ჰქონდა სამხედრო ხარჯები, იმიტომ რომ მუდმივი საფრთხის ქვეშ იყო და ნომერ მეორე ადგილზე იყო განათლება. არასრულ 3 წელიწადში დაახლოებით 1300 სკოლა გაიხსნა. უმაღლეს განათლებას ექცევა დიდი ყურადღება. არსებენ 1918 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, მაგრამ ქართული სახელმწიფო ბოლო კაპიკებს გაიღებს იმ გაჭირვებაში და ქართველ ახალგაზრდებს გაგზავნის საზღვარგარეთ განათლების მისაღებად. დაახლოებით რაღაცა ერაზმუსის პროგრამა რო არის ესეთი პრინციპით, რომ მიიღე ევროპული განათლება იმისთვის, რათა დაბრუნდე და შენ სამშობლოს მოახმარო ეს და ძალიან ცნობილი ხალხი მონაწილეობდა ამაში, მაგალითად ალექსანდრე ქართველიშვილი, ალექსანდრე ქართველი, რომელმაც ავიაციის რიგი მოდელები შეუქმნა ამერიკულ ავიაციას, იმიტომ რომ ვეღარ დაბრუნდა ალექსანდრე ქართველი ოკუპაციის შემდეგ. მაგალითად ალექსანდრე ჯანელიძე, რომელიც არის ქართული გეოლოგიის და გეოლოგიური სკოლის დამფუძნებელი და შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორიც იყო, ამ პროგრამით არის განათლების მისაღებად წასული. უბრალოდ საუკეთესო ქართველები, ხო და ეს მიზნად ისახავდნენ იმას, რომ ამ ევროპული განათლებით ახალი სახელმწიფო უნდა დაფუძნებულიყო.